გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით უფლის კანონებზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ უფლის შვილები და ეს სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს დედამიწა, კოსმოსი, ეს მთელი სამყარო არის უფლის შექმნილი. ჩვენ ვიცით ეს ბიბლიიდან და საერთოდ რაც არის ამ სამყაროში შექმნილი, ცოცხალი არსება, ყველაფერი არის უფლის მიერ შექმნილი და უფლის მიერ არის მოწესრიგებული უფლის კანონებით. ქაოსი კი არ არის სამყაროში, არამედ უფლის კანონებით არის მოწესრიგებული მთელი სამყარო და ჩვენი ადამიანური უნარებიც, უნარჩვევები, ადამიანები რო ვართ, ქალს რა თვისებები უნდა ჰქონდეს, კაცს რა თვისებები უნდა ჰქონდეს, ეს ყველაფერი არის უფლის მიერ დადგენილი კანონები. უფლის კანონებს ემორჩილება მთელი სამყარო და როდესაც ეს უფლის კანონები ირღვევა, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებიან უფლის კანონებს, ჩვენ ეს გვიბრუნდება ბუმერანგის პრინციპს რომ ვეძახით, ხო? იმ ადამიანებს, ვინც არ ყვევენ უფლის კანონებს, უბრუნდებათ უკან, სასჯელის სახით. რა არის ეს სასჯელი? ეს სასჯელი არის დაავადებები, ხო? მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის, ხო? რაღაც ქმედება, უმოქმედობა უფლისთვის არის ან მოსაწონი, ან არ არის მოსაწონი, დასაშვებია, ან არ არის დასაშვები. და ამისთვის არის დაწესებული, უფალს აქვს დაწესებული სასჯელები, დაავადების სახით. არის მაგალითად წყვილი, ცოლ-ქმარი, ხო? ერთს აქვს B ან C ჰეპატიტი, მაგრამ მეორეს არ გადაედო. რატომ? იმიტომ რომ ის ცოდვა, ის უფლის მიერ დადგენილი კანონი დაარღვია ერთ-ერთმა მეუღლემ, მეორეს არ დაურღვევია, ამიტომ არ გადაედო მას ეს დაავადება. მედიცინაში ამას ჩვენ ვეძახით ძლიერ იმუნიტეტს, ძლიერი გაქვსო იმუნიტეტიო და გიცავსო შენი იმუნიტეტიო და არ გადაგედება ეს დაავადება. მაგალითად კორონავირუსი, ხო? ვიღაცას გადაედო ეს გრიპის ვირუსი, ვიღაცას არა და სხვადასხვა დაავადებები, ჰარწვეთოვანი გზით რომ გადადის, მაგალითად მენინგოკოკური ინფექცია, ხო? ტუბერკულოზი და ასე შემდეგ. აგრეთვე კანის დაავადებებიც, ხო? ძალიან ბევრი, ვიღაცას გადაედო, ვიღაცას არა. რატომ გადაედო? იმიტომ რომ იმ ადამიანს ჰქონდა უფლის კანონები დარღვეული და შესაბამისი სასჯელიც მიიღო. ეს დაავადების სახით გვიბრუნდება, სასჯელებს ვიხდით, ასე ვთქვათ, ადამიანები. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ლამაზები, ბედნიერები, ვიცოცხლოთ დიდხანს, ხო, და დავტკბეთ ამ ცხოვრებით, მაგრამ უნდა დავიმსახუროთ, ხო? ეს წყალობა. ასე რომ ესეთი ბრძნული გამონათქვამი არის, რომ ჯანმრთელობა არის უდიდესი სიმდიდრე, რაც ადამიანს გააჩნია და უფალმა აჩუქა. ხომ ეს სიმდიდრე. ხოლო სიცოცხლე არის ძალიან დიდი საჩუქარი და ჯანმრთელობის გარეშე სიცოცხლე ტანჯვა არის ფაქტიურად, ხო? რომ ვნახოთ ჩვენ პაციენტები, ვინც მაგალითად ონკოპაციენტები იტანჯებიან, ხო? ის მორფიც უკვე აღარ უყუჩებთ ამ ტკივილებს, ხო? მათთვის სიცოცხლე უკვე არის ტანჯვა. რატომ? იმიტომ რომ ისინი ტკივილებით იტანჯებიან. კიდევ არის უფლის კანონები, როდესაც მაგალითად ბავშვი, ხო, დაიბადა და უკვე ონკოპაციენტია, ხო? რატომ ბავშვს არაფერი შეუცოდავს? უფლის კანონები დაარღვიეს მისმა მშობლებმა, მისმა წინაპრებმა და სასჯელს ვინ იხდის? ბავშვები, ხო? ასე არის მოწყობილი ეს სამყარო, ჩემო ძვირფასებო. აგრეთვე, როდესაც
სოდომ გომორის წოდვად მოვიხსენებთ, ხომ? დღეს უკვე ყბადაღებული თემა არის ეს ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა, ცისფერობა, ზოოფილია, ცხოველებთან სქესობრივი კავშირი, ხომ? იქ კიდევ ბავშვებთან პედოფილია, სქესობრივი კავშირი, ორგიები, ანუ მრავალი პარტნიორი, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლიზმი, სიგარეტი, კიდევ არის აზარტული თამაშები, მოკლედ, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ანგრევს, ფსიქიკას ანგრევს და უფლის კანონებს არღვევენ ეს ადამიანები, ხო? ანუ რაც უფლისთვის არ არის მოსაწონი. შედეგები უკვე სავალალოა, იქ შიცის ვირუსი, ჰეპატიტი, კიბო და უამრავი დაავადებები, ვენერიული გზით გადამდები დაავადებები და შესაბამისად ბავშვებიც, რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანები ბავშვებს უკვე აჩენენ არაჯანსაღ ბავშვებს, ასე რომ ამისთვის საჭირო არის ჩვენ რომ დავიცვათ უფლის კანონები, ვიცოდეთ, ხომ? ვინ არის უფალი, რა კანონებით დააწესა, ანუ უნდა წავიკითხოთ ბიბლია და განვითარდეთ ჩვენ სულიერად, ინტელექტუალურად, გონებრივად, ვიყოთ კეთილშობილები, ვიყოთ სამართლიანები, ვიყოთ სიყვარულთა და სიკეთით სავსეები, ვიყოთ სულიერად, ფსიქიკურად ჯანსაღები და ვიყოთ ფიზიკურად ჯანმრთელები. ანუ თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, აგრეთვე სულიერ ჯანმრთელობას. და მოგეხსენებათ, არის ისეთი დაავადებები, არის მაგალითად სულიერად დაავადებული ადამიანები, ეს არის ფსიქიატრიული პაციენტები, ხომ? შიზოფრენია და ასე შემდეგ, რასაც მედიცინა ვერ შველის ჩემო ძვირფასებო და რატომ იბადებიან ეს ბავშვები ასეთები, თუნდაც ეს ცისფერები, ტრანსგენდერები და ლესბოსელები და აუტისტები და ასე შემდეგ, ხო? უმრავლესობა, ხო? იმიტომ იბადება, რომ უმრავლესობამ, მისმა მშობლებმა, მისმა წინაპრებმა დაარღვიეს უფლის კანონები, ხო? და აქედან გამომდინარე აისახა ის სასჯელი მათ შთამომავლობაზე. ან თვითონ ის ადამიანი არის, ხო, ზოგი, მერე უკვე ფსიქიატრიული პაციენტი ხდება, ხო? თვითონ აგო პასუხი, ხო? იმ დანაშაულზე ზოგი არის თავს იკლავს, ხო? ესეც სერიოზული პრობლემა არის დღესდღეობით. ну, პრინციპში ნარკომანია თვითმკვლელობაა, ჩემო ძვირფასებო. აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სერიოზულ დღესდღეობით უბრალოდ სერიოზული პრობლემა არის შავი ენერგია, ანუ შავი მაგია, რასაც საქართველოში პრინციპში უკვე ძალიან სერიოზული პრობლემა არის ეს. ძირითადად ქალებიც აკეთებენ, კაცებიც აკეთებენ, მოკლედ, ну, ვინც უფლის კანონებით არ ცხოვრობს, ანუ ესეთი ბოროტი ადამიანებს რომ ვეძახით, ხომ? რატომ? იმიტომ შავი ენერგიის მეშვეობით ზეგავლენა მოახდინონ იმ ადამიანზე, რომ სათავისოდ გამოიყენონ, ხო, რაღაცა ზიანი მიაყენონ, რომ ის ადამიანი არ იყოს ბედნიერი. პირველ რიგში რა ზიანდება, ეს არის ჯანმრთელობა, ხო? მოგეხსენებათ, მე ვაკეთებ ბიორეზონანსულ კვლევას და იქ არის ჩაკრები და აუროგრამა და აი ესეთ ადამიანებს, ვისაც შავი ენერგიის ზეგავლენის ქვეშ არიან, აქვთ ჩაკრები, ჩაკეტილი და ჯანმრთელობა დანგრეული. აგრეთვე გაურკვეველია ხშირად კიბო რამ გამოიწვია, ხო? არის ადამიანი ძალიან ისე ჯანსაღად ცხოვრობს, ჯანმრთელობას უფრთხილდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქვს კიბო. რატომ? იმ შავი ენერგიის ზეგავლენის ზემოქმედებით მოხდა მისი ჯანმრთელობის შერყევა. ასე რომ როგორ უნდა დავიცვათ თავი, ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში უნდა ვიყოთ უფალთან ახლოს, უნდა ვიყოთ სულიერად ჯანსაღები, ძლიერები, რადგან სიყვარული და უფლის სიკეთე და ეს ნათელი ენერგია, უფლის ენერგია უფრო ძლიერია ვიდრე შავი ენერგია,
უფალმა გვაჩუქა ჩვენ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება და ის რაც თუნდაც ის შავი ენერგია და ავადმყოფობები, დაავადებები, ეს ყველაფერი არის გამოცდა, ანუ უფრო მეტად უნდა გავცლიერდეთ ჩვენ სულიერად, ფიზიკურად და გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ერთმანეთის ჯანმრთელობა ხო ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ვიყოთ მადლიერები, რადგან დროებით ვართ ამ ქვეყნად თითოეული ჩვენგანი, ერთხელ ვიბადებით და უნდა ვიყოთ მადლიერები უფლის და დავეხმაროთ ერთმანეთს აი ამ დაბრკოლებების გადალაღვაში, ვისაც როგორ შეგვიძლია. ასე რომ მთავარი მაინც სიყვარულია, სიყვარული ყველა დაავადების მკურნალია ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გისურვებთ სულიერ ჯანმრთელობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ფიზიკურ ჯანმრთელობას, იყავით სიყვარულითა და სიკეთით სავსები, დაიცავით უფლის კანონები და იყავით ჯანმრთელები და ბედნიერები, ხოლო გირჩევთ რომ წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტაროთ ბიორეზონანსული კვლევა, გამოიკვლიოთ თქვენი ორგანიზმი და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას და დროულად იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. ასე რომ დარეკეთ ტელეფონზე 571 24 08 37 და ჩაეწერეთ ბიორეზონანსულ კვლევაზე ვიზიტზე. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.